შავი სიიდან ამოღებული მოქალაქეები ისევ შავ სიაში არიან. 8 წლის შემდგომ სხვადასხვა კომპანიებიდან მოქალაქეებს ურეკავენ და ატყობინებენ იმის შესახებ, რომ მათ აქვთ ვალები ბანკში და შესაბამისად ისინი ვალდებულები არიან, რომ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულონ და ვალები გადაიხადონ. თუმცა მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი 2018 წელს ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ქველმოქმედის ფარგლებში ჩამოეწერათ მათ საბანკო ვალდებულებები და შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ვალები იყო ჩამოწერილი და შესაბამისად არანაირი სახის საბანკო ვალდებულებები მათ არც ერთ ბანკში არ უფიქსირდებოდა, შესაბამისად მათ ამ 8 წლის განმავლობაში არ გადაუმოწმებიათ ის, რომ ნამდვილად უფიქსირდებოდათ რომელიმე კონკრეტულ ბანკში რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება. 2018 წელს არჩევნებიდან რამდენიმე კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეებს მისცა პირობა, რომ მათ საბანკო ვალდებულებებს გაუნულებდა და სწორედ ამ საბანკო ვალდებულებების განულების ფარგლებში მოქალაქეებს ჩამოეწერებოდათ ის საბანკო სესხები, რომლებიც მათ ჰქონდათ აღებული, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა კომპანიებიდან მოქალაქეებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა არის დაწყებული, რადგან მათ კონკრეტული თანხები ბანკში არ შეიტანეს. 2015 წელს ბაზის ბანკიდან გამოვიტანეს სესხი, რომელიც შემდგომ ფინანსური მდგომარეობის და პრობლემების გამო ვერ გადავიხადე, მაგრამ 2018 წელს ყველას ახსოვს, რომ სესხები ჩამოგვაწერეს, მოგვივიდა შეტყობინებები, რომ ჩამოგვაწერეს სესხები. და აქამდე, ანუ 2021 წლამდე ვიცხოვრე ისე, რომ მეგონა, რომ ეს სესხი იყო ჩამოწერილი. თუმცა მირეკავს პოლიცია რამდენიმე დღის წინ და მეუბნება, რომ ჩატარდა დაუსწრებელი სასამართლო, ვერ მიპოვეს და რადგან ვერ მიპოვეს, სესხი მაქვს გადასახდელი. მოვედი პოლიციაში და ირკვევა, რომ ეს სასამართლო თურმე ჩატარდა სესხების განულების მერე 1 წლის მერე, ანუ 2019 წელს და 2019 წლიდან 2026 წლამდე ეს გადაწყვეტილება არ ვიცად იყო, მაგრამ ჩამბარდა დღეს. დღეს იმიტომ ჩამბარდა, იმიტომ ჩატარდა სასამართლო დაუსწრებელი, რომ ვერ მიპოვეს, მაგრამ მიპოვეს 1 კვირის მერე. ეხლა ველოდები იმას, რომ შევიტანო შესაძლებელი სარჩელი სასამართლოში და დავიცვა ჩემი უფლებები, იმიტომ რომ თუ არ იყო ეს სესხი ჩამოწერილი, ხო უნდა ცოტა აქამდე და ან გადავიხდიდი, ან გადავანაწილებდი რაღაცას გავაკეთებდი, მაგრამ არავინ არ დამკავშირებია, არც მისამართზე, არც ტელეფონზე, არც მეილზე, საერთოდ არავინ არ გამოჩენილა და ამდენი წრის მერე რო ვიგებ, რომ სესხი აქამდე ხო უნდა მქონოდა ამის შესახებ ინფორმაცია. როგორც ჩემი ვიდეოს ქვეშ არსებული კომენტარებიდან ირკვევა, ჩემს გარდა არაერთი ადამიანი არის მსგავს მდგომარეობაში, მათაც ეგონათ, რომ ეს სესხები ჩამოწერილი ჰქონდათ, მაგრამ სამწუხაროდ ინფორმაცია არ ჰქონდათ იმის შესახებ, რომ მათი სესხები იყო აქტიური, საჩაუტარდა სასამართლოები და დღეს ეს ადამიანები იხდიან სესხებს. რა ბედიელით ახლა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა არის დაწყებული, რადგან საბანკო ვალდებულებები, რომლებიც მათ ჰქონდათ ნაკისრი, პირნათლად არ შეასრულეს. სწორედ ეს არის ის მთავარი კითხვა, რაც მას შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ამ ადამიანებს თურმე ბიძინა ივანიშვილის დაპირების შესაბამისად საბანკო ვალდებულებები არ ჰქონდათ ჩამოწერილი. უკვე სოციალურ ქსელში ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ბუმი მოქალაქეების, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ იმას, რომ განულებული ვალების დაბრუნებას ხელისუფლება მათ ისევ თხოვს.